ამ გაკვეთილში ვისაუბრებთ მრუდეების ხატვაზე. თუმცა სანამ გაკვეთილზე გადავალთ, გთხოვთ გამოიწეროთ ჩვენი არხი, მოიწონოთ ჩვენი გაკვეთილები. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია და შესაძლოა გახდეს უფრო მეტი და საინტერესო კურსი დავამატოთ არხზე. ახლა კი დავუბრუნდეთ გაკვეთილს. ალბათ მრუდეების ხატვა ყველაზე საშინელი საქმეა. ადამიანებს არ ესმით, რას აკეთებს კონკრეტულად ხელსაწყო ფენ და იძაბებიან. ამ თემაში მე მოგიყვებით, რას აკეთებს ხელსაწყო ფენ მრუდეების შექმნისას. უკეთ რომ გავუგოთ მას. შექმნა ახალი დოკუმენტი, დოკუმენტის ფორმატს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, მე უკვე შექმნილი მაქვს დოკუმენტი. შექმნით ნებისმიერი ფორმატის დოკუმენტი, აირჩიეთ ხელსაწყო ფენ. თუმცა ჩვენ წინა გაკვეთილში გავეცანით. ჩვენ უკვე ვიცით, რომ უნდა დავხატოთ სწორი ხაზები. როგორ მოგიქცეთ თუ კი გჭირდება მრუდე? თუ კი პირველი წერტილის ჩასმის შემდეგ მეორე წერტილის ჩასმისას დავაწვევით თაგვის მარცხენა ღილაკს, არ ავუშვებ და გადავაადგილებ თაგს, დავიწყებ მრუდეს ხატვას. დაგვიდით, ჩასმის პროცესში უკვე ვიწყებ მრუდეს ხატვას. ნუ მოდით, გავაუქმნით და ცოტა ქვემოთ აი ცენტრში შევქმნი და ნუ ესე მოკლესე გამოვალ, დავაწვევი, არ ავუშვებ და ნუ ხედავთ რასაც ხებულობთ, ხო? ნუ ამის შემდეგ ისევ იგივე ფორმა მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. ყველაზე საინტერესო მრუდეების ხატვისას ის არის, რომ თქვენ უნდა გადაადგილოთ თაგვის საპირისპირო მიმართულებით. ანუ თუ მე მინდა ქვემოთ მივიღო გახრა, მის საპირისპიროდ უნდა გადავაადგილო. ანუ დავაწვევი ხა აქ და თუ საპირისპიროდ წავალ ქვემოთ წამოვალ, თუ ქვემოთ წავალ, ზემოთ ავა მრუდე. შემიძლია დავაგრძელო, შემოვატრიალო, ანუ მთლიანად ჩემზეა დამოკიდებული, რას გავაკეთებ. ალბათ ეს არის ის, რაც აბნევს მომხმარებელს ხელსაწყოს გამოყენებისას. მათ უბრალოდ არ ესმით, რომ თაგვი ქვემოთ უნდა გადაადგილოთ იმისაც, რომ მრუდე დახატოთ ზემოთ. ამ პირიქით. მრუდე იხატება იმის საპირისპიროდ, როგორთაც ვამოძრავებ თაგს. თაგვის მარცხენა ღილაკზე დაწოლისას თქვენ საპირისპირო მიმართულებით უნდა ამოძრავოთ თაგვი. წერტილის ჩასმის შემდეგ მრუდეს ხატვის გასაგრძელებლად ისევ შეგიძლიათ დააწვეთ თაგვის მარცხენა ღილაკს და თაგვი ამოძრავოთ. და მოძრაობით განაგრძოთ მრუდეს ხატვა. წერტილის ჩასმამდე პროგრამა წინასწარ გვიჩვენებს, რა ფორმის მრუდეს მივიღებთ. თუ კი მე არასტანდარტული მრუდეს აგება მინდა, მე შემიძლია დავაწვე კლავიატურაზე Alt ან Option, მაგალითად ხატვის პროცესში დავაწვე და არასტანდარტული მრუდე დავხატო. ბოლოს აქდენ წერტილზე, რა თქმა უნდა. და ნუ მივიღებ, აი აქ მივიღებ არასტანდარტულ მრუდეს. აი აქ დავაწვევი ხა თაგვის მარცხენა ღილაკზე და ნუ ხედავთ. აგრეთვე რაც ხშირად აბნევთ მომხმარებლებს არის ის დეტალი, რომ ყოველთვის არ არის საჭირო მრუდეს გაგრძელება. ნუ მაგალითად, მინდა ესეთი ტალღური რაღაცის გაკეთება. დაკვირდით აი ასეთი რაღაცის. მე დავაწყაბე, დავედი და დავაწეხი და პირველი მინდა აი ეს. შემდეგ წამოვედი უკვე დაწოლის გარეშე და უყურით რამ ხელას აი დაწოლის გარეშე. ძალიან ბევრი მომხმარებელი ეგრევე აწვება და აღარ უშვებს თაგვის მარცხენა ღილაკს ხელს. დაწოლის გარეშე წამოვედი რამ ხელასაც მინდოდა, დავაწყაბე, განვაგრძე აი აქ და აქედან დაუყურდით დავიწყე გაგრძელება. მივხვდით, ანუ ეხა უკვე დაწოლის გარეშე დავაწყაბე, წამოვედი და ისევ დავიწყე მომრგვალება. წამოვედი, დავაწყაბე და ნუ ხედავთ უკვე მომრგვალება. შემდეგ წამოვედი აქ დავაწყაბე და აქედან წამოვედი ისევ ჩაღრმავება ან მომრგვალება. ანუ რომ მივხვდით ხომ ხან არის საჭირო. ნუ აი აქ ეხა მაგალითად ესეთი საჭიროებაა. წამოვედი, აქ უკვე ჩაღრმავება, აი ესეთი გასაკეთებელი, ხო? შესაბამისად დავაწექი, ოდნავ დავხატე. ისევ ავედი ზემოთ, დავაწექი, ოდნავ დავხატე და ნუ ასე შემდეგ. და აი აქ დავასრულე უკვე და აქედან გამოვედი. ნუ მივხვდით, ხო? ანუ არ არის საჭირო, როგორც ხშირად აკეთებენ, აი ხშირად აკეთებენ როგორ რაღაცას, რომ დააწვება, ანუ
ჩასვა წერტილი, დაიწყოს ხატვა და ესე აპირებს გააგრძე. არ გამოგივათ ეგრე არანაირად. კიდევ მეორე პირველი წერტილი ჩავსვი, ხოლო მეორე წერტილის ჩასმის პროცესში დავაწვევი, მივიღებ რაღაც ფორმა, შემდეგ დაწოლის გარეშე წამოვალ რა მანძილი წმინდა, ილუსტრატორი წინასწარ მიჩვენებს, სადაც ვიქნები. ამის შემდეგ ოდნავ გავაკეთე მოძრაობა. ეხლა მინდა რომ ესე გააგრძელოს მომგვალებულად, შემდეგ წამოვედი იმ წერტილში, სადაც უნდა დავასრულო რეალურად ეს კონკრეტული მონაკვეთი, დავაწიქი და დავიწყე მოძრაობა ქვემოთ, ზემოთ კურსორის, რომ ქვემოთ ჩამოვიდეს მრუდე. ამის შემდეგ უკვე წამოვედი დაწოლის გარეშე, ეს ეშლებათ წამოსვას აკეთებენ დაწოლით. დაწოლის გარეშე წამოვედი და მხოლოდ როდესაც მივედი იმ წერტილთან, სადაც უნდა დასრულდეს მონაკვეთი, მაგ დროს დავიწყე უკვე დაწოლა. და როდესაც დავასრულე, აუშვი ესე escape-ით გამოვედი ხატვის რეჟიმიდან. ესე იხატება მრუდეები. თუ ასე ვარჯიშებთ და გაიაზრებთ, როგორ მუშაობს ხელსაწყო pen, დამერწმუნეთ, ძალიან გაგიადვილდებათ მრუდეების ხატვა. თქვენ კი თუ კი მოგეწონათ ვიდეო, გთხოვთ მოიწონოთ ის და არ დაგავიწყდეთ ჩვენი არხის გამოწერა მეტი სიახლის სანახავად.